Biznes partneri დღეიდან agro rubrikას იწყებს. Rubrikis ფარგლებში მოვიცავთ აგროსექტორის ყველაზე აქტუალურ საკითხებს, მათ შორის ინოვაციებს, შესაძლებლობებს, სირთულეებს და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უშუალოდ სოფლის მეურნეობაზე, ფერმერებსა და მცირე მწარმოებლებზე აისახება. Rubrikaში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა მაყურებელისა და სექტორის წარმომადგენლების კითხვებს, რომელსაც biznes partneris სოციალურ ქსელში მივიღებთ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და მასთან ერთად ვისაუბრებთ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით სამინისტროს პოლიტიკაზე, ასევე განხორციელებულ რეფორმებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, რომ ჩვენ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მაქსიმალურად იყოს გატანილი და თითქოს ამისთვის ყველა ნაბიჯს ვდგავთ. თუმცა რამდენად საკმარის ნაბიჯებს ვდგავთ, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორი, სწორედ ერთ-ერთი ეს თემა, რომელიც გარკვეულწილად ინსპირაციის წყაროა ჩვენთვის, არის იქნება ამ რუბრიკის განხილვის თემა და ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოგცეთ თქვენს სახელმწიფო წარმომადგენლებსაც და კერძო სექტორსაც იმის საშუალება, რომ რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, გამოწვევებზე და იმაზე, რამდენად შევძლოთ, რომ ქართული პროდუქცია ნამდვილად იყოს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი. ეხლა რაც შეეხება ჩვენ დღევანდელი გადაცემის მთავარ თემას. სამინისტროს პოლიტიკა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. რას ეფუძნება? ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი და მე უკვე მივყვეთ იმ მნიშვნელოვან სიახლეებსა და რეფორმებზე, რომელიც უკვე განხორციელებული გაქვთ ან დაგეგმილი. მოგესალმებით, მივესალმები თქვენ მაყურებელს და რა თქმა უნდა პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისათვის და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ესეთი ეთერი დაეთმობა სოფლის მეურნეობის და აგრარული სექტორის საკითხებზე საუბარს, იმიტომ რომ ეს არის ის დარგი, რომელიც მე ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აინტერესებს, აღელვებს და ეს არის ის მიმართულება, სადაც ჩართულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ იმ პოლიტიკაზე, რაც სამინისტროს აქვს, ასევე იმ სიახლეებზე, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს ფერმერებს და მათ შორის გამოწვევებზეც, რაც არსებობს სოფლის მეურნეობის სექტორში და საპასუხო ნაბიჯებზე ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის თქვენი მხრიდან, თუ რას ეფუძნება ჩვენი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს აქვს მრავალწლიანი ისტორია მოგეხსენებათ და რა თქმა უნდა სხვადასხვა მიმართულებით სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება არის ჩვენთვის პრიორიტეტი, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ ქვეყანაში შეიქმნას რაც შეიძლება მეტი მაღალხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება საინტერესო და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის აი ამ მთავარი პოლიტიკის განხორციელების პროცესში ის მხარდამჭერი პროგრამები, რაც სახელმწიფოსგან ხორციელდება, იყოს მორგებული ფერმერების ინტერესებზე და საჭიროებებზე. ანუ ის, რაც სოფლად ფერმერებს ყველაზე მეტად სჭირდებათ სოფლის მეურნეობის ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ირიგაციის თუ დრენაჟის სისტემების განვითარებისთვის, აი სწორედ ამის ირგვლივ ტრიალებს ის სახელმწიფო პოლიტიკა, რასაც ქმნის საქართველოს მთავრობა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და თქვენ კარგად მოგეხსენებათ აღნიშნეთ კიდეც, რომ არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება ჩვენი მხრიდან, რომელიც მიზნობრივად ფერმერების დაფინანსებას და ფერმერების ინტერესების აკმაყოფილებას მიემართება და აქაც რა თქმა უნდა მთავარი აქცენტი კეთდება ხარისხიან ქართულ პროდუქციაზე. სადაც რა თქმა უნდა ჩვენ პირველადი წარმოების პროდუქციის ხარისხი არის დაცული მაქსიმალურად და რა თქმა უნდა მეორადი პროდუქტები აკმაყოფილებს სურსათის უნებლობის სტანდარტებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ასე ვთქვათ ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ საექსპორტო მიზნებისათვის. ხარისხი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თანამედროვე კინეული საკითხი, იმიტომ რომ ეს არის პროდუქცია, რომელსაც თვითონ ჩვენგანი ვიღებთ და მათ შორის ექსპორტიც როდესაც გაგვაქვს, ძალიან ბევრი მოთხოვნა და ვალდებულება გვაქვს შესასრულებელი, ხო, მათ შორის გატანის კუთხითაც. და ამიტომ არის განსაკუთრებით საინტერესო, რა პროგრამებს ახორციელებთ ამჟამად იგივე ფერმერების მხარდასაჭერად და ეს პროგრამები რამდენად რეალურად ხელშემწყობია იმისთვის, რომ ჩვენ ნამდვილად ხარისხზე ორიენტირებული პროდუქტი მივიღოთ და შესაბამისად
ის პროდუქცია, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან ჩვენი ფერმერები თუ ექსპორტზე გაიტანენ, ნამდვილად შესაბამისობაში იყოს ყველა იმ სტანდარტთან, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ესა ის პროდუქტი. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვათ და ვისაუბროთ იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რაც ხორციელდება სამინისტროს მხრიდან, დავიწყებ პირველადი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობით და რა თქმა უნდა აქ არის არაერთი პროგრამა, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს, რომ თუნდაც გააშენონ თანამედროვე ბაღები და ბოლო წლებში მართლაც უპრეცედენტო რაოდენობის თანამედროვე ბაღები გაშენდა, რომელმაც გაზარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოება ხილის მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, მაგალითად მოცვის კულტურების ბაღების გაშენების და უკვე მიღებული პროდუქციის მიმართ და აქაც ისეთი მაღალია ხარისხი, რომ ქართული პროდუქციის მიღებული პროდუქციის ექსპორტი ძირითადად ევროპის ბაზრებზე ხდება. თხილის წარმოება, სადაც სახელმწიფოს ასევე ქონდა მხარდამჭერი პროგრამა იმისთვის, რომ ფერმერებს რაც შეიძლება მაღალი ხარისხის თხილი მოეყვანათ და საბოლოო ჯამში ეს არის ძირითადად საექსპორტო პროდუქტი, საკმაოდ მაღალი ღირებულების, რომელიც რეალურად ძირითადად ევროპის ქვეყნებში ხდება ამ კონკრეტული პროდუქციის ექსპორტი, ისევე როგორც მეორადი ან გადამამუშავებელი საწარმოების და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერით. უამრავი ასეთი ახალი 200-ზე მეტი ახალი საწარმო გაიხსნა ბოლო წლებში და ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რა თქმა უნდა ის ხარისხი, რომელიც აქვს წარმოებულ პროდუქტს შევინარჩუნოთ და შევძლოთ, თქვათ, მათი ექსპორტი, ასევე მოხდეს გადამუშავება, ხო, პირველადი წარმოების პროდუქციის სხვადასხვა მიზნებისთვის და შევქნათ მისგან ღირებულება, ხო, საბოლოო ჯამში ღირებულებათა ჯაჭვი შეიქმნას ქვეყანაში, რომ თქვათ, მხოლოდ პირველადი წარმოების პროდუქციის ექსპორტი არ იყო, ექსპორტზე არ ვიყოთ ორიენტირებული და მაგალითად მოხდეს იგივე, ასე ვთქვათ, ხილისგან წარმოებული სასმელების ექსპორტი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია და არაერთ საერთაშორისო ბაზარზე დღეს ხდება ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი, ხო? ასევე ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს, რომ თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოყენებით 200 მილიონზე ლარის მეტის ღირებულების ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, რაც საბოლოო ჯამში საშუალებას აძლევს ფერმერს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლოს ბაღების თუ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დამუშავება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე სახელმწიფოსგან ინვესტირება სარწყავი და სამელიორაციო სისტემების განვითარებაში. როცა ჩვენ საუბრობთ, რომ გვინდა ხარისხიანი და უფრო მეტი წარმოებული პროდუქცია სასოფლო-სამეურნეო კუთხით, აქ თუ ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე სარწყავი სისტემები, ძალიან რთულია, ხო? იმიტომ რომ პირველი საჭიროება ეს არის ფერმერებისთვის. სწორედ და აქაც აი მაგალითად წელს დაახლოებით 24 აქტიური პროექტი გვაქვს, რომელიც სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას გულისხმობს. გვაქვს მასშტაბური პროექტებიც, როგორც არის ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროექტი, მთლიანად, რომელიც დაახლოებით ჯამში რომ წარმოედგინოთ 29000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო ფართობს კახეთის მხარეში დააკმაყოფილებს წყლის რესურსები. როდისთვის უნდა დასრულდეს? დაწყებულია ამ პროექტებზე მუშაობა და მომდევნო წლებში, აი უახლოეს წლებში გვაქვს გეგმა, რომ ამ დიდ პროექტებზე მუშაობა დასრულდეს. წელს დასრულდა ილტოს წყალსაცავის საპროექტო სამუშაოები მოგეხსენებათ. ეს არის ალბათ სოფლის მეურნეობის კუთხით იქნება ყველაზე ფუნდამენტური პროექტი სარწყავი სისტემის კახეთის რეგიონისთვის. წელს საპროექტო სამუშაოები დასრულდა და გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო წლიდან უკვე დავიწყებთ, ასე ვთქვათ, ამ პროექტზეც ძალიან აქტიურ სამუშაოებს. აი ამ პროცესში რამდენად გაქვთ აქტიური კონსულტაცია ბიზნესთან და ფერმერებთან ამ შემთხვევაში, რომ მათ რეალურად ის პროექტები განახორციელოთ და მათზე მორგებული საჭიროებების მიხედვით განახორციელოთ. მე აქვე ყველას, ვისაც აქვს ამ მიმართულებით რაიმე ინტერესი და კითხვა და რომელთან დაკავშირებითაც ან წუხილი გაქვთ რაღაც, შეგიძლიათ მოგწეროთ ბიზნეს პარტნიორის გვერდზე და ძალიან აქტიურად ამ რუბრიკის ფარგლებში ჩვენ მაქსიმალურად შევესწრებით, რომ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით კითხვები დავუსვათ. ამიტომ მხოლოდ აქტიურობას ველოდებით ფერმერების მხრიდან, მაგრამ რამდენად გაქვთ რეალურად კონსულტაცია, რამდენად გესმით მათი საჭიროებები? კი, აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რაზეც თქვენ საუბრობთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყოველკვირეულად, ორ კვირაში ერთხელ მაინც გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის მინისტრს სხვადასხვა რეგიონში აქვს ფერმერებთან ძალიან აქტიური შეხვედრები. იმ ფერმერებთან, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს დანერგემომავალის პროგრამის ფარგლებში ნასარგებლები სახელმწიფო პროგრამებით, თუ სხვა, ვთქვათ, აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, თუ ასე შემდეგ და მათ შორის იმ ფერმერებს, რომლებთაც სურთ, რომ ისარგებლონ სახელმწიფოს
მიმდინარე აქტიური პროგრამებით და რა თქმა უნდა ეს სამინისტროს და სამინისტროს ხელმძღვანელობა საშუალებას აძლევს, რომ ადგილზე მოვისმინოთ ის დამატებითი საჭიროებები, რაც არსებობს ფერმერების მხრიდან და სწორედ ჩვენ პროგრამებში შევიტანოთ ისეთი ცვლილებები, რაც მაქსიმალურად მოერგება მათ საჭიროებებს და ესეთი არაერთი ცვლილება განხორციელდა ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა პროგრამაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. ეს არის ყველაზე დიდი უწყება ჩვენ სისტემაში, რომელიც ყველა ამ პროექტის განხორციელებაზე არის პასუხისმგებელი და რა თქმა უნდა, ეს არის ასე ვთქვათ მთავარი ამოცანა ჩვენი, რომ რაც შეიძლება ახლოს გავიგოთ ის საჭიროებები და ვიცოდეთ და აი მსგავსი ვიზიტების ფარგლებში არაერთი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც რა თქმა უნდა შემდგომ უკვე აისახა კონკრეტულად პროგრამებში და ხარდამჭერ მექანიზმებში ჩვენი ფერმერებისათვის. იმდენად ამოუწურავია სოფლის მეურნეობის მიმართულება და იმდენად ბევრი თემაა, რომელთან დაკავშირებითაც ბუნებრივი ამ რუბრიკის ფარგლებში ჩვენ ძალიან დეტალურად გვექნება შესაძლებლობა საუბრის, თუმცა რადგან ეს მაინც პირველი გადაცემა ამ ნაწილშივე მინდა აუცილებლად ვიკითხო გარემოს დაცვით არსებულ პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ის თემაა, რომელზეც ბოლო წლებში ძალიან აქტიურად მუშაობთ და შესაბამისად ამ მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯებია გადადგმული. რა ეფუძნება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვით სამინისტროს გარემოს დაცვითი პოლიტიკა ამ ნაწილში და მე უკვე მომდევნო გადაცემაში ბუნებრივია ჩვენ ამ ყველა დეტალს აქტიურად ჩავშლით. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ერთიანი სამინისტროა და ბუნებრივია ჩვენ თანაბრად მუშაობთ გარემოს დაცვის მიმართულებაზე, ასევე ძალიან აქტიურად. ჩვენი მთავარი პოლიტიკა ეფუძნება იმას, რომ ჩვენ შევქმნათ და გავაუმჯობესოთ ის საცხოვრებელი გარემო, რომლითაც ჩვენ ყველა ერთად სარგებლობთ. და აქ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია არის პირველ რიგში ის რეფორმები, რასაც სამინისტრო ახორციელებს ბოლო პერიოდში იქნება ეს ჰაერის დაცვის მიმართულებით, პლასტიკის დაბინძურების პრევენციის მიმართულებით, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ და ფაქტობრივად დღეს უკვე მიღებული არის ეს გადაწყვეტილება და იანვრიდან დაიწყება აქტიური აღსრულება ამ პროცესების. ბიომრავალფეროვნების დაცვა, სადაც უნიკალურია საქართველოს ბიომრავალფეროვნება და აქ დაცულ ტერიტორიების გაფართოება და ხშირად ვუყურებთ ხოლმე იმ სიუჟეტებს, რასაც მათ შორის თქვენი არხის საშუალებით მაყურებელი ხედავს იმ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ვიცავთ დაცულ ტერიტორიების საზღვრებში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ჩვენ საუბრობთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და სწრაფ განვითარებაზე, მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანი იყოს სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ გარემოს დაცვითი ნებართვების გაცემის პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული, რომ საშუალება მივცეთ ბიზნესს, რომ სწორად დაგეგმოს საკუთარი ბიზნეს პროცესი და სადაც ეს შესაძლებელია, ისე რომ ეს გარემოს დაზიანების ხარჯზე არ მოხდეს, რა თქმა უნდა, დროულად მიიღოს ის ნებართვა, რაც მას სჭირდება თავისი კონკრეტული ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად და განსახორციელებლად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის არის აქტუალური და მნიშვნელოვანი, როგორც სერვისების დახვეწა და განვითარება, როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვემსახურებით მოქალაქეებს, ვემსახურებით ბიზნესს და აქ სერვისების ეფექტიანობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი სამინისტროსთვის. გარემოს დაცვის ნაწილში ერთია, რომ ბიზნესისთვის რაც შეიძლება მარტივად იყოს ამ ნებართვების გაცემა, თუმცა იმავდროულად თქვენც აღნიშნეთ, რომ გარემოს დაცვის საკითხები არ უნდა იყოს და დაუშვათ პრობლემური და ამ მიმართულებით რაიმე ტიპის ნეპოტიზმსა თუ ამ ტიპის დაუშვათ ჩარევას იმედი ვიქონიეთ, რომ არ ექნება ადგილი, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომ გარემო არ დავაზიანოთ ისე, რომ მე რაღაც კიდევ უფრო გამაუსწორებელი შედეგები მივიღოთ. პირიქით, აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პირიქით, აი ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები კანონმდებლობაში, რაც განვახორციელეთ, თუნდაც იგივე გარემოს დაცვის შეფასების კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, აი ისეთი კონკრეტული და მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, განჭვრეტადი გავხადეთ ნებართვის გაცემის პროცესი, რომ იქ რაიმე ტიპის, ასე ვთქვათ, დამატებით ჩარევებზე საუბარი ზედმეტია საერთოდ, იქ არის ყველაფერი კანონის დონეზე დეტალურად გაწერილი. ანუ მხოლოდ ჩინოვნიკის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე არ არის დამოკიდებული, ეს ყველაფერი არის ძალიან დეტალურად გაწერილი პროცედურებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დასაწყისიდან ბოლომდე გარემოს დაცვის საკითხები განვიხილოთ, მაგრამ ამავდროულად ვიყოთ ეფექტიანები სანებართო სისტემის პროცესში. აი ეს არის, ასე ვთქვათ, ის ცვლილებები, რაც ბოლო პერიოდში ჩვენ კანონმდებლად მათ შორის შემოვიტანეთ არაერთი დაჩქარებული მომსახურების შესაძლებლობა, იქ სადაც ამის საშუალებას გვაძლევს ნებართვის ტიპი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველა ტიპის ნებართვას ესე ვერ დავაჩქარებთ გარკვეული დრო და შეფასებები გჭირდება.
და კიდევ ერთი პლასტიკის ნაწილზე ის კმაყოფილება, რომელიც არსებობდა ბიზნეს წრეებს, რომელიც ჰქონდათ, იმიტომ რომ მათ დიდ ნაწილს რეალურად პროდუქცია აქვთ უკვე შემოტანილი. აი ამ მიმართულებით რა გადაწყვეტილებამდე მიხვედით კიდევ ერთხელ რომ აუხსნათ მაყურებელს. კი ბატონო, განვარტავ აუცილებლად რა ვკრძალეთ, ანუ 2026 წლის 1 იანვრიდან ჩვენ ვკრძალავთ პირველადი, ასე ვთქვათ, გამოყენების საყოფაცხოვრებო ნივთებს, ერთჯერადი პლასტიკისგან დამზადებულს, დანები, კოვზები, თეფშები, აი საწრუპები და მოსარევები და ასევე ეგრეთ წოდებული თეთრი ქაფისგან, ანუ პოლისტიროლისგან დამზადებული კონტეინერები და ჭიქები მათი თავსახურებით. ანუ აი ეს პროდუქცია სრულად აიკრძალება მათი იმპორტი, მაგრამ აპრილამდე ჩვენ გარდამავალი პერიოდი მივეცით ბიზნესს, რომ ის მარაგები, რომელიც შემოსული არის, გახარჯონ და უკვე აპრილის შემდგომ ესეთი პროდუქტები აღარც დახლებზე, აღარც სუპერმარკეტებში ჩვენ აღარ დაგხვდება და ჩანაცვლდება გარემოს დაცვის კუთხით, ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით უფრო უსაფრთხო ალტერნატივით, ხის, ქაღალდის თუ იგივე შაქრის ლერწმისგან დამზადებული პროდუქციით და მუყაოსგან და ასე შემდეგ. ხო, არაერთი ალტერნატივა არსებობს ასეთი პროდუქციის ჩანაცვლების. გვაქვს ასევე მეორე, ასე ვთქვათ, ეს ერთი არის, რომელიც აკრძალვა ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე, მეორე არის, რომ კვების ობიექტებს უკვე ივლისიდან აღარ ექნებათ საშუალება, რომ ეგრეთ წოდებული პლასმასის, ერთჯერადი პლასმასის კონტეინერები გამოიყენონ სურსათის მიწოდების დროს, ანუ როცა მივდივართ სუპერმარკეტში და მოგვაქვს ასე ვთქვათ სასურსათი, ასეთი კონტეინერები და ასევე ყავის ჭიქები, რომელიც აკრძალული იქნება ასევე 1 ივლისიდან და ჩანაცვლდება ქაღალდის, ეს არ ეხება ყავის ჭიქების და ჭიქების ზოგადად თავსახურებს და ასე ვთქვათ ამ ტიპის პროდუქციის გაყიდვა ესე არ აიკრძალება მასიურად, მაგრამ სურსათის და კვების ობიექტებს მათი გამოყენება სურსათის მიწოდების დროს აიკრძალებათ, იმიტომ რომ აქაც ჩვენ შევამციროთ მნიშვნელოვანი განმარტება. დიახ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ იცოდეს რაზე ვსაუბრობ და სწორედ ეს არის ის კონსენსუსი, რაზეც ჩვენ ერთობლივად შევჯერდით ბიზნესთან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მოვისმინეთ ის არაერთი პოზიცია, რაც მათი მხრიდან არსებობდა და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საუბრისთვის და რა თქმა უნდა ამ რუბრიკის ფარგლებში კვლავაც ბევრჯერ გიმასპინძლეთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში და ყველას ვისაც კიდევ ერთხელ განმარტები აქვს კითხვები, მოგწერეთ, იაქტიურეთ და ჩვენ სათვართ რომ ეს კითხვები და თქვენი ეს წუხილები თუ ინტერესი გავაჟღეროთ სატელევიზიო გადაცემაში. მადლობა.